მოდის ახლა ხვალდაზე შეიძლება რომელიმე თქვენგანიც ასევე გაიმეტონ სასიკვდილოდ და თანაც ეს არ იკმარონ და დაემუქრონ პოლიციელები იმაში რომ სისხლით დაიჭერენ, ნარკოტიკს ჩაუდებენ და ასე შემდეგ. ეს პირველი შემთხვევა არ არის და სხვათა შორის ძალიან ბევრი იურისტი დამეთანხმება რომ ციხეში ახლა ამჟამად ბევრი პატიმარი არის სწორედ აი ისე ჩადებული ნარკოტიკის გამო ან დოზის გაზრდის გამო რომელიც პოლიციელებმა გააჩინეს ამა თუ იმ მოქალაქის ჯიბეში. ჩვენ ვნახეთ გიორგი ახობაძის, ნიკა კაციას, თედუ აბრამოვის შემთხვევები დადასტურებლად, როდესაც 9 თვე ეს ადამიანები სინდისის პატიმრები სულ ტყუილად ისხდნენ ციხეში, სწორედ იმიტომ რომ პოლიციელებმა ჩაუდეს ნარკოტიკი. არც ერთი პოლიციელი ძვირფასო მაყურებელო არ დასჯილა ამ საქმის გამო. ეს ადამიანები გამართლდნენ პირველ ინსტანციაში და მეორე ინსტანციაში სასამართლოებში და ისმის კითხვა, ვინც ნარკოტიკი ჩაუდო, ის პოლიციელები, ის გამომძიებლები, რატომ არ არის არავინ დასჯილი, რატომ არავინ მიეცა პასუხისგებაში? თქვენ არ გიჩნდებათ ეს კითხვა? და მესამე, კიდევ მინდა მიუმართო, როგორც ამ შემთხვევაში დაზარალებულები